პატიმარმა ვასილ კაძელაშვილმა საპატიმრო დაწესებულებიდან წერილი რამდენიმე საათის წინ გამოაგზავნა, სადაც წერია, რომ მას თავისუფლებას თავაზობდნენ იმ შემთხვევაში, თუ დაჯდებოდა ერთ-ერთ სამთავრობო მედიაში და წაიკითხავდა დაწერილ ტექსტს. ეს არის ის გზავნილი, რომელიც ვასილ კაძელაშვილმა საპატიმრო დაწესებულებიდან გამოაგზავნა. ის ამბობს, რომ თავისუფლებას პირდებოდნენ არჩადენილი დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ. ვასილ კაძელაშვილს დაკავებამდე დაუკავშირდა ადვოკატის განმარტებით ერთ-ერთი პირი და სწორედ მან შესთავაზა ეს ყველაფერი, თუმცა კაძელაშვილი ამ პირობას არ დაითანხმა და ის საგანგებოდ გამოგზავნილ წერილშიც წერს, რომ მზად იყო პატიმრობისთვის. იურისტები ამბობენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ვასილ კაძელაშვილმა ბოლო სასამართლო პროცესზე, როდესაც მან ისარგებლა სიტყვის უფლებით, დეტალურად ისაუბრა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მედიას აღარ ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ სასამართლო პროცესები საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, ეს ფაქტები რატომღაც საზოგადოებამდე არ მივიდა, ამიტომ ვასილ კაძელაშვილს ჰქონდა სურვილი, რომ ეს ყველაფერი ფართო საზოგადოებას ცოდნოდა და ამის შესახებ უკვე ციხიდან გამოგზავნილ წერილში ისაუბრა. ვასილ კაძელაშვილი ამბობს, რომ ის იბრძოლებს ქვეყნის თავისუფლებისთვის, ის არ შეიცვლის პოზიციას და დაშინების მიუხედავად მან არჩადენილი დანაშაული არ აღიარა და ამბობს, რომ ის ციხეში მზად არის, რომ იყოს 2026 წელსაც, 27 წელსაც იქამდე სანამ ქვეყნისთვის ბრძოლას დასჭირდება. ციხის კედლებიდან ყველაზე მეტად ჩანს თქვენი ერთგულება. გაფასებთ და მიყვარხართ. დაკავებამდე გაყალბებული და დამონტაჟებული ვიდეოს გავრცელების შემდეგ თავისუფლების სანაცვლოდ შემომთავაზეს იმედის ეთერში დაჯდომა და დაწერილი ტექსტის წაკითხვა, თუმცა ვერ გამტეხეს და ციხეში წასასვლელად გავემზადე. ახლა, როცა ვითომ პრეზიდენტის შეწყალების საკითხი დადგა, მინდა გითხრათ, 2025-საც ციხეში შევხვდით, 2026-საც ციხეში შევხვდებით, 2027-საც და იმდენ წელს, რამდენიც ჩვენს ქვეყანას დასჭირდება. არავის წინაშე ბოდიში არ გვაქვს მოსახდელი და ვერაფერს ვაღიარებთ, რაც არ ჩაგვიდენია. საბოლოო სიტყვის წარმოთქმისა სახსენა ეს შემთხვევა, როდესაც მასთან ვიდეოს გავრცელების შემდგომ, თვითონ ვიდეო დეკემბერს არის გავრცელებული და დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე მასთან იყო ვიღაც პიროვნება კონტაქტზე გამოსული, რომელიც მას უმარტავდა, რომ ის საპატიმროში მოხდებოდა არჩადენილი ქმედების გამო და მისთვის უპრიანი და უკეთესი იქნებოდა თუ კი გარკვეულ რაღაც სრულ ჩვენებას მისცემდა გამოძიებას, რომლითაც თითქოს და რაღაც დანაშაულში ამხელდა გარკვეულ პირებს. არც პირველ ეტაპზე რაიმე სახით გადაუხვევია თავისი მარცხისგან და არც დღეს და ხვალ აპირებს მსგავს ქმედების განხორციელებას. ციხიდან გამოგზავნილი წერილის მიხედვით დგინდება, რომ ვასილ კაძელაშვილს დაკავებამდე თავისუფლების სანაცვლოდ თავაზობდნენ გარიგებას, რომელსაც სინდისის პატიმარი არ დაეთანხმა და სწორედ ამ არ დათანხმების შემდეგ ის რამდენიმე დღეში უკვე აღმოჩნდა საპატიმრო დაწესებულებაში. ვასილ კაძელაშვილი ამბობს, რომ ის თანამოაზრეებთან ერთად და თანამებრძოლებთან ერთად გააგრძელებს იმ შემართებით ბრძოლას, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამბობს, რომ ის არც შეწყალებაზე არ არის თანახმა.